1555 წელს დაიდო ამასიის ზავი. სეფევიდებსა და სეფევიდურ ირანსა და ოსმანებს შორის, ოსმანური იმპერიას შორის და გაიყო ეს კავკასია ორ ნაწილად. ამ პარადიგმაში ვიცხოვრეთ ჩვენ ესე იგი 1801 წლამდე რა. ცნობისთვის. ისინი ახლა ერთი წუთი წარმოვიდგინოთ რომ ახლა ეს ეტაპობრივად დაიპყრეს ეს სამცხე-საათაბაგო რომელიც იყო საქართველოს ქართული კულტურის აკვანი და საქართველოს ყველაზე განვითარებული მხარე იყო ის. დაიპყრეს, მოახდინეს ასიმილაცია. ესე იგი ეთნიკური რელიგიური სურათის შეცვლა მიზანმიმართული, ვინაიდან ნუ ამას ხალხი მიზეზები ქონდა რა ახლა ამიდა და დავილება თურქეთის სახელმწიფო შიდა მოწყობა როგორი იყო და რატომ იმოქმედა ჩვენზე ეს ცალკე თემა არის და თუ გნებოთ ცალკე გადაცემას გავაკეთებ მე რა იყო რა როგორი იყო ეს რელიგიური პოლიტიკა როგორი ვითარება იყო როდესაც ეს დაიპყრო თურქეთმა საქართველო უკვე დაშლილი იყო გაშლილი და ბოლო ესე იგი ბრძოლა რომელიც დაიმართა გაერთიანებული ქართული ჯარი ხო რომ დაუპირისპირდა ოსმალეთის არმიას ოსმალურ ძლევამოსილ არმიას ხო იქიდან აგურ წარმატებები იყო ყველაფერს სოხოისტას ბრძოლაში ასეთი რამ მოხდა ყველა მიცის ალბათ ეს რომ მესხები რომლებიც გაერთიანებულ საქართველოს ჯარში წინა ბრძოლები იყვნენ წინ მიდგნენ ანუ პირველი ხეთქება მიდიოდა მესხების მიერ ცენტრში იყვნენ ქართველები ქართლის სადროში და სიმონმა არ დააყენა სიმონ მეფემ მესხები წინ ქართველები დააყენა ხო და იდგნენ რომ მესხნიო გულგარემ გარნიო და დაიწყო ბრძოლა და დატოვეს თან იქნებოდა სოხოისტარი მასში სამცხე-საათაბაგოში ეს დატოვეს ბრძოლის დროი და წავიდნენ და დავმარცხდით მაშინ იქ ჩვენ და ამას მოყვა უკვე ეს პროცესი რომელიც ვერ შეჩერდა და თურქებმა ეს ტერიტორიები დაიპყრეს რაც იყო სრული კატასტროფა ჩვენთვის ეხლა იმის შემდეგ წარმოვიდგინეთ ეხლა 3 საუკუნეა ხო მთელი და მეტი 1800 წლამდე ხო 1801 წლამდე იმის მერე და აჭარად შედიოდა იქ და ვიცოდეთ ეს უზარმაზარი ტერიტორია დაახლოებით 40000 კვადრატული კილომეტრი. იმის შემდეგ ეს გამოსვლინდა ეს მხარე და თურქები ამას მიიჩნევდნენ ახალციხის ფაშალიქს მიიჩნევდნენ საფაშოს მიიჩნევდნენ თავის ტერიტორიად. ერდოგანმა ლექსებიც მიუძღვნა ხო ნახეთ არა ლექსი წაიკითხა ზეპირად. რომ ესე იგი ნუ მათთან სენტიმენტებია დაკავშირება როგორც ჩვენ გვაქვს აი ხო ეს სენტიმენტები ისე მათაც სენტიმენტები აქვთ ამასთან დაკავშირებით მათ მეჩნიათ ეს მათი ისტორიული მხარეა გესმით რა შეესაკ და მათთვის ტრაგედია ის რომ აქ გადმოვიდა ტერიტორიაზე ესე დამპყრობელი რუსეთი რომელმაც დაამარცხა 12 ომში ესე იგი თურქეთი 12 ომი ჰქონდათ მსხვილი დაამარცხა თურქეთი და წაჰგლიჯა მათ ესე იგი ძირზველი თურქული ტერიტორიები ესე აღიქვამენ არ დაგავწყვეთ ეს ის ქვეყანა ეს ის ტერიტორია რომელიც ახლა ჩვენი რა ცხოვრობენ იმაზე კონსტანტინოპოლში აბსოლუტურად არ აწუხებთ ესე იგი საცხოვრებლად პირიქით მეაჩნიათ რომ ეს ბედნიერება იყო არის ესეთი ფილმი განთავისუფლება თურქული და ეს კონსტანტინოპოლის აღება წარმოსახულია როგორც უდიდესი ბედნიერი განთავისუფლება აი ხო იყო საბჭოთა კავშირის ფილმი განთავისუფლება ის რა ქვია ბერლინის როიტები აი დაახლოებით ეგრე არის სულისკვეთება გესმით ანუ მე რა მინდა ამით თქვა ჩვენ თუ მათ ყავში არ შევედით ესე იგი არ გავიგეთ მათი ფსიქოლოგია ხო ვერაფერს ვერ მივახცეთ ეს ნუ გავიგოთ ახლა ესე იგი ამ მათი იმიდან გამომდინარე ხედვიდან გამომდინარე ეს ახისკა ესე იგი არის თურქული უძველესი ტერიტორია რომელიც რუსებმა ესე იგი
წაართვეს მათ და ჩაასახლეს გარეკეს იქიდან მუსლიმები და ჩამოასახლეს ქრისტიანები. აი ასე თან თურქი მესხები. ამ თურქი მესხეთელი თურქები, ანუ ხლა ეს მესხეთელი თურქები ვინ არიან? გასაგებია, ხლა შეიძლება იყვნენ ქართველებიც, წარმომავლობით, თურქებიც, შეიძლება სხვაებიც, საერთოდ ზოგადად რო ვიცოთ რა გენეტიკაში არ არის ნაციონალობა, კულტურულ მიკუთვნებულობა, როგორ ვისაკუთვნებ შენ თავს, ხო? როცა პოლიტიკურ ნაციაზეა ლაპარაკი, ხო და რა თქმა უნდა ისინი პროთურქულები არიან. და ეს გასაგებიც არის, იმიტომ რომ მათ ახლა ენა თურქული აქვთ, რწმენა სუნიტური აქვთ. ისინი ცხოვრობენ თურქეთში და თქვა გულშემატკივრობენ, ასე ვთქვა, თურქეთს, ანუ თურქეთის პატრიოტები არიან, ხო? აი რომ მაგალითად ფერმერს უყურებენ თურქეთის ნაკრები რო თამაშობს, ნუ განიცდიან ძალიან ახლა იმას ახლა ნახევარ თურქეთს აქვს ქართული და ბერძნული და სომხური და ვიცი კიდე სხვა გენეტიკა ნახევარს კი არა 15-20% არ არის სულთა იქიდან წამოსულეს თურქი ოგუზების სისხლი მაგრამ ეს მაგას არ აქვს მნიშვნელობა აქვს ის რომელ სახელმწიფო იდეოლოგიას იზერებ და ვისკენ ვინახა შენი გაგებით აქედან გამომდინარე ჩვენ ეს უნდა გვესმოდეს. ეხლა რა უნდა გავაკეთოთ ახლა ჩვენ? არა, პოსტის დავწერე მე და ზოგიერთმა უკმაყოფილების ის არ აგვაქვს. საეკონომიკური მიდგომები. საინტერესო პოსტი. საეკონომიკური მიდგომები არის. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი გზნობები არავის არ აინტერესებს. ჩვენ არ აგვაქვს არც სამხედრო ძალა, არც პოლიტიკური გავლენა, მოკავშირე არ აქვს. რა ჩვენ აი კომიკურ, ტრაგიკომიკურ მდგომარეობაში მართლაც რა აი იშვიათად თუ ვინმე არის ამ დედამიწაზე მართლაც მოკავშირე ჩვენ არ ყავს ნათესავი ჩვენ არ ყავს წარმოიდგინეთ რუსეთია და ესე იგი დღედაღამე მათი გინებით ამოგდის ესე იგი ზედამთვარე რუსეთია რომელსაც აგე ჯარები უდგას ახლა აქეთ თურქეთმა წამოგვიყენა პირობა რომ და ჩამოასახლეს თურქი მესხებიო რაც აქ გასაგებ შედეგებს გამოიწვევს სრულიად იქით პრეტენზიები აქვს სხვადასხვა პრეტენზიები აქვს ესე გინდა თუ არა ამ დროს ევროკავშირი გვეუბნება გინდა თუ არა გააუქმეთ ბავშვთა დაცვის კანონი და გამჭვირვალობის კანონი და საერთოდ ყველაფერი ჩვენ მოგვეცითო და ასე შემდეგ ხო ვიცით ახლა ევროკავშირი ეგ საერთოდ ანეკდოტური სიტუაცია გინდა თუ არა გახდით ერთნაირისქესიანი ქორწინებები გინდა თუ არა დააკანონითო და კიდე სხვადასხვა სიგიჟეები ხო ისინი საერთოდ მე მიმაჩნია რომ რაღაც იმაში გამოუსწორებელ პიკერო არ თვითნავიო აი მაშინ არიან ზუსტად და ამას ყოველდღიურობა ადასტურებს ხო ამერიკელებთან შეწყვეტილი გვაქვს სტრატეგიული თანავისა რა ქვია ხელშეუხლება და ის ხანის გამოდის აგვარი ეს უილსონი და ხან შაჰინი სახში ყავს ეს ისინი რა ქვია უილსონები და რაკეტები აგვარი ბარათაშვილი შადიმანები და ყორღანაშვილებით გამოტენილია ეს ქვეყანა. ამავე დროს გვაქვს სრულად არაადეკვატური მიდგომები, ზოგი რუსეთს ეომება, ზოგი ახლა თურქეთზე აიჯაგრა, ზოგი იქით, ზოგი ევროპა. ანუ ჩვენ ერთი პირი გქონდეს და ვიგერიებდეთ ამას რაღაცნაირად. და არ ვიყოთ დაუშვათ ასეთი ნუ აი როგორ თქვა ახლა მაპრორუსები არიან ბევრი ხო აი იმის გულზის ყელს გამოღრმის ადამიანს დაუშვათ პუტინზე რა მეთქვა ხო არიან ასეთები არიან აგერ ზაქარიაშვილი პროთურქია ხო ახლა პროევროპელებზე აღარ ლაპარაკობ ახლა ეს აკაცუკიები ევროშაკინტრავებულებზე და პროამერიკელებზე ხო პროქართველი აღარ დარჩა ხო და ამაშია საქმე პრობლემა ანუ ჩვენ ესე იგი ვერაფრით შიდა კონსენსუსს ვერ ვახცევთ ხო რაღაცა ეს ახლა ეს მიდგომა რომ ახლა თურქეთი ამას გვიყენებს ჩვენ და ჩვენ რა უნდა ვქნათ ვერაფერს ვერ ვუშვებით ჩვენ რაღაცნაირად უნდა შევეცადოთ რომ აღვადგინოთ რაღაცნაირად ახლა გინდა არ გინდა ხო რაღაცნაირად რუსეთთან უნდა დავლაგდეთ ხო გამოსავალი ნამდვილად ამ შეხება ხო უსაფრთხოების საკითხებზე უნდა დავლაგდეთ რომ ძალთა ბალანსი კავკასიაში არ დაერღვეს ჩვენ ვარსებობთ უნდა გვესმოდეს ჩვენ ვარსებობთ იმის შედეგად რომ კავკასიაში იყო ეს ძალთა ბალანსი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ნუ გასაგებია საბჭოთა კავშირამდე საბჭოთა კავშირი იყო აქ და მონოპოლია ჰქონდა 2 საუკუნე რუსეთს
სამხრეთ კავკასიაში, ხო? და ჩვენ გვესმოდეს რომ ეს კავკასია ესა რა ქვია, მე ქართველი ვარ და მაშასადამე ევროპელი ვარ, როიდახ. არავითარი ევროპა არ არის, ეს წინა აზია, წინა აზიის ჩრდილოეთი ნაწილია ეს, ხო? ეს სიტყვების ეს რა ხარუხია, ეს გეოგრაფიული, რა ვიცი, რა ქვია, ასე ტოპოგრაფიული კრეტინიზმია, ესე იგი, რო ვხვდები სადახარ, ეს რა უბედურებაა, რას ნიშნავს ეს. და აქედან გამომდინარე, რუსეთთან აუცილებელია უკვე, ხო გასაგებია, ჩვენი ინტერესია უკვე ძალთა ბალანსი კავკასიაში არ დაირღვეს. და ესენი ამ დროს ხედან, უკაცრავად, აი ეს მართლა ღვთისპირისგან გადავარდნილები, სპეციალურად ხედან Facebook-ში, ზოგი გადახტილი, ზოგი გადაუხტელი, ხო? ზოგი კიდე ენდემური კრეტინი და ზუსტად იგი თავის დანიშნულებას ხედავს იმაში, რომ აი ეს დაბლოკოს და ვინც იძახის, რომ იცი რა, ასე თუ არ მოხდა, ჩვენ საერთოდ დავკარგავთ სახელმწიფოებრიობას. ის კი საერთოდ დავკარგავ, აღარ მინდა ვილაპარაკო, რა შეიძლება მოხდეს, ხო? ბატონ სოსოს, რუსეთის გასულ კავკასიიდან, აი ეს მინდა რომ უთხრათ ნორმალ მაყურებელს რომ აუხსნათ, რა შედეგებს გამოიწვევს ჩვენთვის, ჩვენი სახელმწიფო აღარ იარსებობს. მოდი თქვათ ეს, გავხსნათ ეს კარტები. ნუ ახლა ამათ ვინც ვერ დააჯერებ რა, ჩვეულებრივად ხდება დომინაცია ექნება ორ ძალას აქ, ხო? ორ ძალას ექნება თურქულს და დაუშვათ ირანს. ხო, რუსეთი გავიდეს, ახლა რუსეთი როგორ უნდა გავიდეს, მაგრამ შესაძლებელია თუ მას შეექმნა პრობლემები, რომ არ ექნება ძალთა ბალანსი დაირღვევა, ხო? თან უნდა გავითვალისწინოთ თუ აზერბაიჯანულ, სომხურ, ამერიკული ეს ხელშეკრულება, რომელიც გაფორმდა. ხო, ნუ გასაგებია ეს რაც არის, უკვე, ხო? უკვე გასაგებია, რომ ეს ახალი დაძაბულობის კერა არის სინამდვილეში. მაგრამ აქ ჩვენ ახლა თურქეთისთვის ძალიან სერიოზულ ინტერესს წარმოვადგენთ. ტყუილი აი და ეს ტერიტორია განსაკუთრებით აი ეს ახალციხე და ასე შემდეგ, რომელიც სად გადის? აბა დავაკვირდეთ, აბა სად გადის და როგორ გადის, რა შეიძლება იქ გავიდეს მაგალითად, ხო? და ეს გარდა პოლიტიკური ბერკეტისა გარკვეულ ინფრასტრუქტურულ და ეკონომიკურ განზრახვებსაც მოიცავს სხვათაშორის, რა. ახლა ჩვენ არავითარ შემთხვევაში, ახლა საფრთხე რაშია და ტრაგედიკომედია რაშია. ჩვენ არავითარ შემთხვევაში ისე უნდა დავიაროთ ამ ბეწვის ხიდზე, რომ ეს სიძულვილი არ გაღვივდეს. იმიტომ რომ ჩვენ არა გვაქვს კიდევ ერთხელ ვამბობ, არა გვაქვს ამის რესურსი, რომ ჩვენ ახლა დაპირისპირებაში შევიდეთ ვინმესთან. ვინმესთან რა თურქეთთან კაცო რა არის ამაში გაუგება რამე გაუგებარია აქ არა რა თქმა უნდა მაგრამ ეს ისეა ჩამოყალიბებული ჩვენს ხალხში რომ აი ეს გარკვეული პერიოდი უსაფრთხოდ ვიყავით ამ კავკასიაში ხო და ვიყავით გარკვეული სამხედრო პოლიტიკური იმპერიული ქოლგის ქვეშ გამოგვიმუშავდა რომ ესეც უნდა იყოს კაცო აბა რა კაცო ეს ჩვენი ეგრე არ ვიყავით სულ საერთოდ და ვინ რას გაგვიბედავდა კაცო რას ახლაც იგივე რეაქცია როგორ გაგვიბედა რანაირად ახლა აიღონო თავრობა აბა თავრობაო რას ქვია ეს თავრობაო რა იქ არ უთხრაო და ასე შემდეგ და საერთოდ უნდა ეცემა გესმით არ ვიცი ამას რა ქვია მე ამას რაღაცა ეროვნული გამოთაყვანება ქვია რა ესე იგი რა გონია ამათ რა გონიათ ეს თურქეთი აი და რუსეთზე აღარ აქვს რუსეთი ხო დავამარცხეთ რამდენჯერმე მაგრამ აი თურქეთი რა გონიათ ამათ ეს არის უძლიერესი სახელმწიფო კაცო ნატოში მეორე არმია ყავს და თანაც ყველაზე კარგი არმია ყავს განსხვავებით იქ ევროპელებისგან, რომელიც იქ დაუშვათ ქართული არიან ერთნაირსკესიანი ქორწინებების საკითხებით. და სხვა კიდე ესეთი ვაშკაცური თემებით. ეს სერიოზული ძალაა და ამავე დროს ეს იმპერიული ძალაა, რომელსაც დიდი პროექტები და უკან უდგას კიდე გარკვეული გლობალისტების რომელიც ბრიტანელები კი არ არიან, ბრიტანეთშია ბუდე, იმათთან აქვს კონტაქტი კი არა, კავშირი და ცდილობენ დიდი თურანის პროექტის განხორციელებას. ბევრი ანალიტიკი, ბევრი ფიქრობს, რომ ეს მეოთხე ძალა არის დედამიწაზე, მეოთხე იმპერიული პროექტია. ამ დროს ცხადია, რომ ეს არ არის უბრალოდ ერდოგანი რომ ასე გზნებით ალაპარაკდა უესად ამ თურქ მესხებზე, ეს არ არის უბრალოდ ნათქვამი, ეს გარკვეული ულტიმატუმია.
და ულტიმატუმი რაც გულისხმობს, თქვენ მე აქ და დიდგორობაზე ტყუილა არ ხდება ეს რაც ხდება, ახლა არ მინდა ვილაპარაკო კიდე ბევრი რა. არ ხდება ტყუილა ეს საუბრობს იმაზე, რომ თქვენი ვექტორი, თქვენი იდეოლოგია იმაზე, რომ ჩვენ ერთმანეთს ვებრძოდით და თქვენ ესე იგი ჩვენ ვართ თქვენი თავარი მტერი და ასე შემდეგ და დიდგორში დაგვამარცხეთ და ასე შემდეგ, ხომ? ეს მიუღებელი, ამას გეუბნება ეს. ამას ამბობდა ეს ელჩი სხვათა შორის, ხომ გვახსოვს დიდგორობაზე, ხომ? ეს მათი ხედვა არის, რომ რა კი მარა, რატო თქვენ აღვივებთ ტრობას, ჩვენ არა ვართ მე ვილაპარაკე ერთ თურქს და ჩვენ არა ვართ ერთი ოსმანური იყო ის ახლა კიდე საერთოდ თურქეთის რესპუბლიკა არის, რა შუაშია თურქ-სელჯუკებზე თქვენი გამარჯვებაო. ჩვენ საერთოდ მაშინ როგორც ოსმანები საერთოდ ვიყავით მაშინ მცირე აზიაში, არის? ესმით, მაგალითად ეგეთი მიდგომა წააქვთ მაგალითად, თქვენ აღვივებთ ტრობასო. აი ამას ესე გეუბნება. ჩვენ არ ვიზავთ მაგას. ხო და არა, ნუ ცალკე საკითხი ეს მათი იდეოლოგია არის, რომ თურქეთი არის ყველა იმ ცივილიზაციის მემკვიდრე, რომელიც იქ ოდესმე იყო. მათ შორის მაგალითად ამიტომაც უვლიან, ასე ვთქვათ, აღადგენენ ტაუკლარჯეთში ჩვენ ძეგლებს, რომელიც ახლა დანგრევას რა თქმა უნდა მე ეს მირჩენია. თორე რო ვიყავ იქა, ნუ მაინც ახლა ეს აღდგენილი ოშკი და ხახული და ის რო ვნახე, მაინც უსხვანაირი ემოცია დაგეუხლება, ვიდრე ახლა ნანგრევები როგორც ფანაშია მაგალითად. ხო, აქედან გამომდინარე, ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ? ჩვენ უნდა მაქსიმალურად მშვიდად და რაც თავარია ანტითურქული სენტიმენტების გაღვივების გარეშე და ანტიისლამური ეს კიდე მეორე უბედურება რატომღაც ესე იგი დაიწყეს კვლავ რაღაც სიგიჟეები რომ არ იქა და რამდენი ხანია ამ ეთერში ახლა გისმენთ ბატონოს და რამდენი ხანია ჩვენ თელი ზაფხული თითქმის ამ ეთერში